ქართული ეკონომიკის მდგომარეობაზე სასაუბრო დროების სტუდიაში გსტუმრობს ეკონომისტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ხიშტოვანი. გიორგი, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ. 26 მაისი მოდის გადაცემის ძირითადი ნაწილი ცხადია ამ დღის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ და ალბათ ერთ-ერთი რაც აკლდა თავის დროზე საქართველოს დამოუკიდებლობის შენებას იყო ეკონომიკური ფაქტორების გაუთვალისწინებლობა. ჩვენ გვყავდა პოლიტიკოსებიც, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი არის ეს ხალხო, იმიტომ რომ კუჩს გადამწყვეტი თუ არა, ვიღაცისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ეკონომიკაზე აქცენტი არ დაგვიკარგოს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მაინტერესებს აი ამ ბოლო ორ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში თქვენი შეფასება მოვისმინო, რისი გამოძახილია ეს და აქედან ავტომატურად გადავალთ უკვე საქართველოს ეკონომიკის მომავალზე, რადგან თუნდაც პირველი, რომელიც საფინანსო სისტემას ეხება და რუსული თანხების ცირკულაცია აქ ძალიან დიდ მნიშვნელობას ასრულებდა მოგებების ნაწილში, მაგრამ ის მეორეც ქვეყნის საექსპორტო ჩამონათვალში თუ ავშთები პირველ სამეულშია და ძალიან დიდ თანხას ტოვებს საქართველოს ბიუჯეტი, უამრავ ადამიანს ეხება. ასე რომ ეს ყველაფერი თავისთავად ცხადია ქართული ეკონომიკის მომავალსაც უკავშირდება. დავიწყოთ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებით. კი ბატონო, მადლობა მოწვევისთვის. ყველას პირველ რიგში მინდა ხვალინდელი დღე მიულოცო და დავიწყოთ. პირველ რიგში, გიორგი, დიდი სურათი მინდა რომ ერთად დავინახოთ და მაყურებელსაც გავაცნოთ. ჩვენ საუბრობდით ბოლო 3 წელია, რომ საქართველოს მიხეირა რუსული აგრესიისგან უკრაინაში. ჩვენ საუბრობდით მიგრანტების, უпростоრად იმიგრანტების რიცხვებზე, მაგრამ ხშირად დეტალებში არ შევდიოდით და მინდა ეს ნიუანსიც შემოვიტანო დისკუსიაში, იმიტომ რომ ამის გამოძახილია მე ეს გადაწყვეტილებები. პირველი, გარდა იმისა, რომ საქართველოში შემოვიდა ბოლო 3 წელია დაახლოებით ახალი 70,000-მდე იმიგრანტი, ამას დაემატა შემდეგი გარემოება. საქართველოში დაფუძნდა 35,000-მდე აქტიური ბიზნესი და გასაოცარი რიცხვია ჩემთვის, შეიძლება თქვენს გაგიკვირდეთ და მაყურებელსაც, საქართველოში აქტიური ბიზნესების 8% არის რუსული ბიზნესები, რუსების მიერ დაფუძნებული კომპანიები. რამდენი პროცენტი ბრძანა? 8%. ანუ 1/10 შეიძლება ითქვას ქართული აქტიური ბიზნესის ერთეულების არის რუსების მიერ დაფუძნებული ბოლო 3 წელიწადში. ეს ერთი ფაქტი. ეხლა მეორე. საბანკო სექტორზეც ცოტათი რომ გადავიდეთ, მაგალითად თლიანი დეპოზიტების რაოდენობა, ანუ საბანკო სექტორში დეპოზიტების რაოდენობა 24 წლის ბოლოს იყო დაახლოებით 58 მილიარდი ლარი, ეს იურიდიული პირების და კერძო პირების, აქედან 4 მილიარდი ლარი, გიორგი, დაახლოებით ეს არის, მოდი მარტივად რომ დაახლოებით 7% მოდიოდა რუსეთის მოქალაქეებზე. ანუ თლიანი საქართველოს ბიზნესის და აქტიური ბიზნესის 8%, დეპოზიტები 7%, არის ბოლო 3 წელიწადში დიდწილად რუსული კაპიტალი და რუსების მიერ დაფუძნებული ბიზნესები. რომ მოკლედ შევაჯამო ეს ნაწილი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო 3 წელიწადში რუსული ბიზნესი გარდა აქამდე ძალიან სერიოზული აქტივების ფლობისა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, აქტორი გახდა საქართველოში. და შესაბამისად, ამ 3 წლის განმავლობაში, ამ ომის პარალელურად უკრაინაში, რუსეთმა კიდევ უფრო მაგრად მოიკიდა ფეხი საქართველოში როგორც ბიზნესმა და თქვენ ექსპორტიც ახსენეს, აქაც ხო ჩვენ გვაქვს სინამდვილეში ძალიან, ასე ვთქვათ, დამახინჯებული სურათი რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებით, სადაც ოფიციალური სტატისტიკით მხოლოდ 17% არის მთლიანი ვაჭრობის რუსეთთან, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ექსპორტის დიდი ნაწილი, რომელიც ცენტრალურ აზიაში გადის ძირითადად ავტომანქანების ნაწილში, ესეც რეალურად არის რუსი მომხმარებლისთვის განკუთვნილი, რუსული ბაზრის მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ზუსტად. აქედან გამომდინარე, რუსული ბიზნესი გახდა ძალიან დიდი შემადგენელი ნაწილი საქართველოს ეკონომიკის. ეხლა პარალელურად რა ხდება? ხო, პარალელურად ხდება შემდეგი, რომ და ერთსაც დავამატებ, თუ შეიძლება გამომრჩა ანგარიშებზეა საუბარი და ამიტომაც ესეც მნიშვნელოვანი მგონია. მარტო პირველ წელს, გიორგი, 100,000-ზე მეტი ანგარიში გახსნა რუსებმა
საქართველოში 22 წელს ომის პირველ წელს. ახალი სტატისტიკა საბოლოო არ გვაქვს, მაგრამ როგორც გითხარით, ვიცით რომ 4 მილიარდ ლარამდეა დეპონირებული. ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც 22 წელს რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინაში, ეროვნულმა ბანკმა მიიღო დადგენილება, სადაც შესაძლებელი გახადა დისტანციურად სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ანგარიშის გახსნა საქართველოში. მეტად გაამარტივეს. ეს შეეხებოდა არა მხოლოდ რუსეთს, იმიტომ რომ ეს ჩემი აზრით ძალიან მკაფიო ნაბიჯი იქნებოდა ეროვნული ბანკის, ეხებოდა გერმანიასაც, სხვა ევროპულ ქვეყნებსაც, მაგრამ მათ შორის რუსეთსაც და უპირველეს ყოვლისა რუსებმა იხეირეს იმით, რომ შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოში წარმოიდგინეთ დისტანციურად ანგარიშის გახსნა, შემდეგ ამ ანგარიშზე თანხის განთავსება და მე ამ ბარათებით, რომელსაც ისინი მიიღებდნენ შესაბამისად, მთელი ევროპის მასშტაბით ვაჭრობა და არა მხოლოდ ევროპის მასშტაბით, ვიზას და მასტერკარდის მეშვეობით. აქედან გამომდინარე, რის თქმა მინდა, რომ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ 25 წელს ცოტათი გამკაცდა ეს წესები, 24 წელს უფრო სწორედ როგორც მახსოვს და ესეთი მარტივი აღარ არის ანგარიშის გახსნა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, რომელიც აი ფუფუნების საგნების შეძენას უგზავნოს რუსებს, არის ძალიან მკაფიო ნაბიჯი იმის, რომ საქართველოს საბანკო სექტორი უკვე კარგად ხვდება იმას, რომ სარისკო გახდა ის, რაც 2-3 წლის წინ იყო შესაძლებელი და იყო მათთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი ბიზნეს მოდელი, კონკრეტულად რუსეთის მოქალაქეებისთვის ანგარიშის გახსნა, კონკრეტულად შემდეგ ამ ანგარიშებიდან ტრანზაქციების განხორციელება რუსეთის მოქალაქეების მხრიდან და შემდეგ რაღაცა ტიპის სარგებლის მიღება თვითონ ბანკებისთვის. ეს გიორგი, ეს ჩვენ ახსენეთ ახლა სულონთი აქამდე როგორც მოვედით, მაგრამ საქართველოს ბანკმა მიიღო ახლა ეს გადაწყვეტილება. თავი რომ დავანებოთ ახლა BlackRock-ს და ასე შემდეგ ამ ხალხმა ის წარიცის რომ ეს BlackRock-ი საქართველოს ბანკის ნაწილეულობელი წლების განმავლობაში არის და ახლა არ გამختარა. შეიძლება მათ ყურში მოხვდათ ის რომ TBC-ში იყიდა და ამათებით რაღაცა წილი და აერიათ პარავშნელობა აქვს. ხო? იმიტომ რომ ეს BlackRock-ი არის Deep State-ის განსხვავებული. კიდევ იმითის ნაწილია, მაგრამ ახლა ობიექტურად გადაწყვეტილება არის მიღებული მართლაც, რაც გაურთულებს რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ბანკებზე არსებული ანგარიშებით ოპერირებას. საქართველოს ბანკისა და ზოგადად ბანკისთვის, როგორც ვხედავ, ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა ამ უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული ტენდენციები. ფინანსურად, ასე თქვა, ძალიან იხეირეს. ეს ახლა ამ შემთხვევაში მორალურ კატეგორიებზე არ ვსაუბრობთ, ეგ სახელმწიფო საქმე იყო და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა რატო იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს? რამე მოხდა ისეთი, ან ევრორეგულაცია, ან რაღაცა სასანქციო პაკეტები იქნა მიღებული თუ რა ხდება? ლონდონიდან შეიძლება და რაღაცა ტიპის დამატებითი ახალი რეგულაციები გაჩენილიყო თუ რა ხდება? პირველ რიგში, გიორგი, ძალიან საამაყოა, რომ საქართველოს ბანკის და TBC ბანკის აქციონერთა სტრუქტურაში წარმოდგენილები არიან სოფლიოს ყველაზე მსხვილი და ყველაზე რეპუტაციული ინვესტორები. და ეს მათ შორის ხვალ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, საქართველოს დიდი მიღწევაც არის, რომ საქართველოს ბანკის აქციონერია BlackRock-ი, Firebird-ი, Vanguard-ი და სხვა ტიპის ინსტიტუციური ინვესტორები, რომლებიც პირველ რიგში აძლევენ სიგნალს სამყაროს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ არის საინტერესო ქვეყანა ინვესტიციებისთვის და აძლევენ სიგნალს, რომ ეს ქვეყანა ბოლომდე რაღაცა წესებით მოთამაშე ცივილიზებული სამყაროს ნაწილია. კი ბატონო. ზუსტად, ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება თვითონ გადაწყვეტილებას, კი, მე ვფიქრობ, რომ ბანკებმა ძალიან იხეირეს, მაგრამ ჩვენ ჩემი აზრით ვაკვირდებით ძალიან საინტერესო დინამიკას მსოფლიოში, ევროკავშირი და ამერიკა და დიდი ბრიტანეთი ცდილობს დაასრულოს ომი უკრაინაში. რუსეთი ეს არ უნდა და შესაბამისად ის ბერკეტი, რა ბერკეტიც გააჩნია დასავლეთს, ეს არის რუსეთზე შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც თქვენ ძალიან კარგად ახსენეთ, მათ შორის ეს არის დამატებითი სანქციები. მათ შორის ეს არის მეორადი სანქციები, მათ შორის ეს არის ფინანსური სანქციები და შესაბამისად ის ბიზნეს ჯგუფი, ამ შემთხვევაში საქართველოს ბანკი, რომელიც დიდწილად სწორედ დასავლური კაპიტალით არის დაფინანსებული, ძალიან სწორ ნაბიჯს იღებს, პრევენციულ ნაბიჯს იღებს, ჰარმონიზირებას ახდენს თავის პოლიტიკის.